გამარჯობა, დღეს ჩვენ განვიხილავთ AstroMaster 114 EQ-ს, ნიუტონიან ტელესკოპს, რომელიც არის სარკეზე მომუშავე, ანუ ციური სხეულებიდან წამოსულ სინათლის სხეულებს ირეკლავს და ისე გვაძლევს გამოსახულებას. მე დავშლი ამ ტელესკოპს და გავჩვენებ თუ როგორ უნდა ავაწყოთ ნოლიდან, როგორ გამოვიყენოთ და როგორ მიმართოთ ტელესკოპი ჩვენთვის სასურველ ობიექტს. ყუთიდან ვიღებთ ყველა იმ კომპონენტს, რაც შიგნით არის ჩალაგებული და ზუსტად ისე ვაწყობთ, როგორც ამ ვიდეოში არის ნაჩვენები. გავშალოთ შტატივი. აქედან შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი სიმაღლე მივანიჭოთ შტატივს. შტატივი გავშალეთ. შემდეგი კომპონენტი არის ლინზების თარო. გარდა ლინზების თაროსი, ეს კომპონენტი შტატივს მატებს მეტ სიმაგრეს. გვაქვს გაშლილი სადგარი, გვაქვს ლინზების თარო. შემდეგი ვამატებთ ეკვატორიალურ დამაკავშირებელს, აი მოწყობილობას. მოდით ახლოს გაჩვენებთ. აი ეს მოწყობილობა არის, რომელიც მაგრდება აი ამ მხრით სადგარზე. აქ გვაქვს ქვევით სადგარზე დამჭერი, ჩავსვავთ და ქვევიდან დავუჭერთ. შემდეგ, როდესაც ეკვატორიალურ დამაკავშირებელს მოვათავსებთ უკვე სადგარზე, მექანიზმი არის ამოსატრიალებელი. ყუთშიც გახსნის დროს ესევია მოთავსებული სივრციდან გამომდინარე, ამიტომ ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. გვერდზე გვაქვს მექანიზმი, რომელსაც დავუშვებთ. ოდნავ შევატრიალებთ, ამოვატრიალებთ და მექანიზმი გასწორებულია. ესეთ კონდიციაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი ეკვატორიალური დამაკავშირებელი. თუმცა მე ეხლა მას მოვხსნი ისევ და კამერასთან მოვიტან ახლოს. რომ უფრო თვალსაჩინო იყოს ზუსტად როგორ უნდა გავასწოროთ. ესეთ კონდიციაში თავდაპირველად ყუთში მოთავსებული ეკვატორიალური დამაკავშირებელი პირველ დამჭერს დავუშვებთ, ამოვატრიალებთ, მეორე დამჭერს დავუშვებთ, შემოვატრიალებთ და მექანიზმი უკვე მზად არის. შემდეგ პირდაპირ ქვედა სამაგრით შტატივზე დავდებთ, ქვევიდან დავუჭერთ და კომპონენტი უკვე დამაგრებულია და მზად არის გამოყენებისთვის. ეკვატორიული ტიპის სადგარებს აქვს ეკვატორიალური გრადუსის მარეგულირებელი ციფერბლატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ამ მექანიზმით, რომ ჩვენი ტელესკოპი პლანეტებს მივადევნოთ ერთხაზოვნად. ამისათვის გვჭირდება დავამაგროთ ეკვატორიულ დამაკავშირებელზე ბალანსის ღერძი, რომელზეც მაგრდება ბალანსის გირები, რის დახმარებითაც შემდეგ უკვე მექანიზმი მოძრაობს და ასევე გრადუსული კუთხის მარეგულირებელიც. ეხლა მე ნელა მივამაგრებ ამ ყველაფერს და თან აგიხსნით რომელია. ეს მექანიზმი, ეხლა რაც ავიღე ღერძი, მაგრდება ეკვატორიალურ დამაკავშირებელზე. ქვევიდან ამას დამცავი ქონდა, რომელიც მოხსენდა ბოლოს ვიმაგრებთ უკან, რადგან სიმძიმის და ბალანსის გირები უნდა მივაყენოთ ამ ღერძზე. ეს გირები არის. თუ დააკვირდებით გრადუსული ღერძი და გირები საკმაოდ შიგნით არის შესული შტატივის შუაგულში. ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ ამ მოწყობილობას დავამატოთ კიდევ ერთი კომპონენტი, გრადუსული კუთხის მარეგულირებელი, რომლის დახმარებითაც ეკვატორიალური დამაკავშირებელი წამოიწევა ცოტა ეს ზევით და ზუსტადაც ამ მექანიზმით ჩვენ შეგვიძლია რომ აი აქ რაც არის მოცემული ციფერბლატები სასურველ ნუმერაციაზე დავაყენოთ. ეს გრადუსული კუთხის მარეგულირებელი თავსდება უკანა მხრიდან. თუ დააკვირდებით, ნახეთ, ნელ-ნელა უკვე წამოიწია ღერძი. აქ გვაქვს მაჩვენებელი, გამსაზღვრელი და ჩვენთვის სასურველ გრადუსზე დავაყენებთ და უკვე მზად იქნება გამოყენებისთვის ეს კომბინაცია. დაგვრჩა სახელურები, რომელიც ასევე მაგრდება ამ ღერძზე. სახელურების შემთხვევაში გვაქვს ესეთი დამჭერი შურუპები, რომელიც თავსდება მასზე გამკუთვნილ ღერძებზე. ამ ღერძებსაც აქვს შიგნით ნაჭდევი, როდესაც მოვათავსებთ ამ სახელურს, ეს არსებული
დამჭერები ჩავსვათ ამ ნაჭდებში, რომ კარგად მოეჭიდოს სახელური მექანიზმს. მეორეც ესე თავსდება. განვიხილოთ ახლა რა ეტაპზე ვართ მოსულები. გავშალეთ სადგარი, იგივე შტატივი, დავამაგრეთ ლინზების თარო, დავამაგრეთ ეკვატორიალური დამაკავშირებელი, მოვათავსეთ სახელურები, გრადუსული კუთხის მარეგულირებელი, სიმძიმის იგივე ბალანსის ღერძი და სიმძიმის და იგივე ბალანსის გირებით. ეხლა დაგვრჩა თითქმის ბოლო ეტაპი, ეს არის ფოკალური მილის დადგმა, იგივე თუბის, იგივე ტელესკოპის. ჩვენს თუბს აქვს რელსისებური ღერძი, რომელიც უნდა შევაცუროთ ეკვატორიულ დამაკავშირებელზე და სპეციალური ორი დამჭერით დავამაგროთ მას. საერთო ჯამში 99% დასრულებულია უკვე ტელესკოპის აწყობა და დაგვრჩა ის 1% ის მთავარი დეტალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ტელესკოპი მივმართოთ ჩვენთვის სასურველ ობიექტებზე, არის star pointer-ი. შევაცურებთ, გვერდზე აქვს ორი შურუპი, დავუჭერთ და დასრულებულია ისი განთავსება ტელესკოპზე. რაც შეეხება ტელესკოპის გამოყენებას, პირველი რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ თუბს უნდა მოვხსნათ დამცავი ხუფი. რის შედეგადაც უკვე სარკე გამოთავისუფლებული არის და ციური სხეულიდან წამოსული სინათლის სხივები, როდესაც დაეცემა თუბში მოთავსებულ დიდ მთავარ სარკეზე და შემდეგ დაიტყორცნება ზევით მოთავსებული პატარა სარკეზე, უკვე დავინახავთ ჩვენთვის სასურველ ობიექტებს ტელესკოპში ჩახედვისას. მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპით ღამე უნდა დავაკვირდეთ პლანეტებს, რადგან არის მასში ოპტიკა გამოყენებული, საშუალებას გვაძლევს, რომ დღისითაც დავათვალოთ რელიეფი ან შენობა ნაგებობები. ერთი მთავარი დეტალი, რადგან მინდა ახლა მეთქი ვესაუბროთ, არის ის, რომ ნიუტონიან ტელესკოპებს კომპლექტაციაში არ მოყვება გამოსახულების მასწავლებელი პრიზმა. ეს ახლა რაში გვეხმარება? როდესაც პრიზმის გარეშე ჩვენ ჩავიხედებით ტელესკოპში ობიექტებს დავინახავთ ამოყირავებულად, ამოტრიალებულად, როგორც არის სარკის ეფექტი. ამისათვის არის ეს საჭირო პრიზმა, რომ როდესაც მოვათავსებთ ტელესკოპში, ჩვენ გამოსახულება ან ჩვენი სასურველი ობიექტები მივიღოთ სწორ პოზიციაში. მწარმოებელმა მოიფიქრა ესეთი რაღაც, რომ ეს მოწყობილობა პრიზმა რაც არის, ჩაეშენებინა ლინზაში და ზუსტადაც რომ ამ ტელესკოპის კომპლექტაციაში, რომელსაც მოყვება 10 მმ-იანი, 20 მმ-იანი ლინზა, 20 მმ-იანი ლინზაზე არის ჩაშენებული ეს პრიზმა, რომლის დახმარებითაც თუ თქვენ გენდომებათ, რომ რელიეფს დააკვირდეთ დღისით, 20 მმ-იანს როდესაც მოათავსებთ, სწორედ დაინახავთ თქვენთვის სასურველ ობიექტებს. რაც შეეხება მიმართულებებს, როგორ უნდა მიმართოთ ჩვენთვის სასურველ ობიექტისკენ ტელესკოპი. აქ გვაქვს რამოდენიმე ღილაკი, მექანიზმი. შემოვატრიალებ, რომ გაჩვენოთ კარგად. პირველი არის ექსტრა ღილაკები, გვაქვს ორი ცალი, პირველი, მეორე. როდესაც პირველ ღილაკს მოუშვებთ და ქვევიდან მოვკიდებთ ტელესკოპს ხელს, ჩვენ შეგვიძლია ტელესკოპი მარცხნივ და მარჯვნივ თავისუფლად ვამოძრავოთ. ხოლო, როდესაც დავუშვებთ მეორე ღილაკს, უკვე შეგვიძლია რომ ზევით ქვევით ვამოძრავოთ თავისუფლად ჩვენი ტელესკოპი ეკვატორიული დამაკავშირებებთან ერთად და ვიღებთ უკვე მსგავს კომბინაციას. ანუ ეხლა ამით რა ხდება? გვაქვს სამი ზნე, იგივე star pointer-ი გასწორებული ტელესკოპზე, ანუ ტელესკოპი და star pointer-ი უყურებენ ორივე ერთ წერტილს, ჩავრთავთ ჩვენ star pointer-ში არსებულ წითელ ლაზერს, მოვათავისუფლებთ ამ ორივე მექანიზმს, გავიხედებით და ჩვენ წითელ ლაზერს რასაც მივუშვებთ და დავაფიქსირებთ შემდეგ ტელესკოპს, ის გამოგვიჩნდება ჩვენ ლინზაში, იგივე ოკულარში, სადაც თვალს ვადებთ. თუმცა თუ ისი აღმოჩნდა, რომ ჩახედვის დროს ჩვენი ტელესკოპი ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ არის გასული ან ზევით ან ქვევით ობიექტიდან, ზუსტად ამისთვის გვაქვს ეს დამხმარე სახელურები, რომ მილიმეტრებში გავასწოროთ ჩვენი ტელესკოპი ჩვენ ობიექტს. სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. ასევე გეტყვით, რომ ამ მოდელებსაც, ამ სერიებსაც მოყვება ილუსტრირებული დანომრილი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ავაწყოთ ტელესკოპი. მოწმენდილ ცას გისურვებთ.